მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანი ერთმანეთს არ შევხვდით თავიდან. მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანი ერთმანეთს არ შევხვდით ვართ. ჩვენი გადაცემების ციკლი კვლავ გრძელდება. სულ ახლო მომავალში ისევ გავაგრძელებ და განვაახლებ ცოდნის არქეოლოგიას და პროექტი ვერიტას, ასევე მიმართავ ინდივიდუალური ბლოგების პრაქტიკას და მინდა შემოგთავაზოთ სიახლე. დღეს მეგთავაზობთ აი ამ ჯადოსნური აპარატის განხილვას. მინდა მოგახსენოთ, რომ მე გახლავართ ფოტოხელოვანიც სხვა სიკეთეებთან ერთად და მინდა ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ, უპასუხოთ თქვენს კითხვებს, ასევე ვისწავლოთ თქვენგან, იმიტომ რომ თუ მოვახერხეთ და შემოვიკრიბეთ სპეციფიური საზოგადოება ფოტოგრაფიის, მაშინ მზად ვარ თქვენს მოგისმენოთ. ჩვენი დღევანდელი თემა კი არის ჩემს მფლობელობაში არსებული ეს ლეგენდარული კამერა, მინდა განხილვა შემოგთავაზოთ, ეს არის Canon RT-DS Mark III. ეს არის ლეგენდარული კამერა, მეგობრებო. გამოშვებული 2007 წელს, თუ არ ვცდები. ძველი კამერა ნამდვილად, მაგრამ ალბათ შემივარაუდით ყველაზე ძვირიანი კამერა, რაც Canon-ს გამოუშვია. თანამედროვე კამერების დაახლოებით ამ ფასის დიაპაზონშია, მაგრამ ეხა ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ 2007 წლის $7,000 და $8,000 ზოგან ალბათ ასაღებ ფას. მაშინ ალბათ არ შევსდები თუ კი ვიტყვით, რომ ეს ყველაზე ძვირიანი კამერაა Canon-ის. და ეს ნამდვილად განსაკუთრებული კამერა დღესაც, იმიტომ რომ აქვს ისეთი სპეციფიური პარამეტრები, რომელიც დღესაც ძალიან მოთხოვნას ქმნის და ამით შექმნილი ფოტოგრაფია განსაკუთრებულად ჯადოსნურია. და სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ, ხა ძალიან სპეციფიურად, დეტალურად განვიხილავ ყველა ტექნიკურ და შემდეგ ინტუიციურ საკითხებს, რომელიც მე აი ამ კამერასთან ურთიერთობით შემექმნა. სპეციფიური საკითხები. სენსორი 21 მეგაპიქსელიანი, საკმაოდ მოცულობითი სენსორია, 2007 წლისთვის ეს იყო რაღაც სენსაციურად მაღალი დონის სენსორი. დღესაც, რა თქმა უნდა, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, იმიტომ რომ 21-დან 25-მდე არის ძირითადი რეინჯი Canon-ის სრულკადრიანი კამერების, არის 36-იანი, 32-იანი, 45 მეგაპიქსელიანი, მაგალითად Canon R5. ხოლო ამისი ანალოგი R1 არის 24 მეგაპიქსელიანი, ანუ 3 მეგაპიქსელია სხვაობა, რაც მე მგონია წარმოადგენს რაღაცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. 21 მეგაპიქსელი სენსორი იძლევა დაახლოებით 25 მეგაპიქსელიან RAW ფაილებს და საკმაოდ კარგად ექვემდებარება კროპსაც, ანუ ძალიან მჭიდრო კადრებია, თუმცა ცხადია, თუ სპეციფიურ ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული, როგორც ეს wildlife, ველური ბუნების გადაღებას, ეს კროპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ მოვაახლოვოთ კიდევ ობიექტი, გავადიდოთ. იქ მეტი მეგაპიქსელია საჭირო და ალბათ ამ შემთხვევაში უფრო მეტად გამართლებულია უკვე 32, 45, ზოგან 64 და ზოგან არ ვიცი. ხა მედიუმით არ ვიცი, იღებენ თუ არა საერთოდ wildlife-ს, იმიტომ რომ მედიუმს არ აქვს ბერსტი ისეთი მაღალი. და აქ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბერსტის სიჩქარე, ანუ სწრაფი გადაღების სიჩქარე საკმაოდ დაბალი, იმაზე დაბალი ვიდრე Canon R-ის, მაგრამ არსებითად კარგად გაწვრთნილი ფოტოგრაფიული თვალისთვის მაინც საკმაოდ მისაღების სიჩქარეა, წამში 5 გადაღება, შეიძლება მაინც აქედან საქმის გამოყვანა წამში 5 გადაღებით და
servo mode-იც საკმაოდ მისაღებად მუშაობს, თუმცა ნაკლოვანებებზე ვისაუბრებ აუცილებლად. აქვს საკმაოდ მოძველებული უკანა ეკრანი. ეს ეკრანი არ იძლევა საშუალებას, რომ სრულად გაარჩიოთ სურათი, რაც გადაიღეთ. ფერებიც უფრო რბილია და მეტიც, გადაღებული სურათი ვინიეტირებულია უფრო მეტად და შეიძლება მოგეჩვენოს უფრო მეტი ფერია აქ, ვიდრე სინამდვილეში დიდ ეკრანზე შემდეგ აღმოაჩინოთ. მაგრამ რასაც აკეთებს დანამდვილებით, ეს არის ის, რომ შეამოწმებთ თქვენ სურათს, წარმატებულია თუ არა. როგორ? იძლევა საშუალებას, რომ ეს შესანიშნავი ღილაკი, რომელიც აქ არის, ეს არის ჯოისტიკი, გავადიდოთ სპეციფიური უბანი სურათის, შევამოწმოთ თვალი, რამდენად ფოკუსშია, დავინახავთ, რომ თვალი ფოკუსშია, ესე იგი კადრი წარმატებულია და აქედან გამომდინარე გავაგრძელოთ ისევ ჩვენი მუშაობა. აქვს ძალიან კარგი, ესეთი მამაკაცური, მასკულინური შეგრძნების ღილაკები. ეს არ არის რბილი ღილაკები, ეს არის ნამდვილად ესეთი სამუშაო აპარატის ღილაკები, რომელსაც სპეციფიური ხმა აქვს. ასევე სპეციფიური ხმა აქვს შატერს, რომელსაც ისეთი რკინისებური ხმა აქვს, ეს არ არის ისეთი რბილი ხმა, ეს არის ხმა თითქოს რაღაცა ორი რკინა ერთმანეთს შეეხეთქა. და აქვს არაჩვეულებრივი გამძლეობის ელემენტი. მინდა გითხრათ, რომ ეს ელემენტი არის ძალიან გამძლე, ძალიან გამძლე. მე გადამიღია Canon RP-ით და მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ორივე ელემენტი დამეცალა და შევიზღუდე ამის გამო გადაღების პროცესში და აქ პრაქტიკულად ესეთი შემთხვევაც კი არ მქონია, რომ ჩავსულიყავი 30%-ზე თუ კი მთელი დღე ვმუშაობ. იმდენად მჭიდრო, კარგი ელემენტია. ალბათ ორი ელემენტით უკვე აბსოლუტურად დაზღვეული ხარ, თუ კი იღებ რაღაცა ესეთ დიდ შეკვეთას დავუშვათ ქორწილის ფოტოგრაფია და მე ესეთი. აქვს ორი ელემენტის სლოტი, ორი მეხსიერების ბარათის სლოტი. ეს არის CF ბარათი და მეორე SD ბარათი. SD ბარათი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SD ბარათი ეს არ არის თანამედროვე ფორმატის SD ბარათი, ეს არის SDXC SD ბარათი, რომლის მოცულობა 32 გიგაბაიტია და მეტის შეძენას არ გირჩევთ, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში ეს აპარატი არ არის ოპტიმიზირებული უფრო მაღალი მოცულობის ბარათების წაკითხვაზე. თუმცა CF ბარათი მე მაქვს 64 გიგაბაიტიანი და მასეც კითხულობს. შესაძლებელია აქედან გამომდინარე 96 გიგაბაიტიანი მოცულობის მოთავსება, რაც საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა მცირეა, მაგალითად ქორწილის ფოტოგრაფიის შემთხვევაში, საჭიროა მთელი სქემა მოიფიქროთ და შეიძინოთ იმისათვის, რომ გადააზღვიოთ შემდეგ ბარათი ეს SSD ბარათზე და ისევ ჩააბრუნოთ სათადარიგო ბარათები. სხვა მხრივ 96 გიგაბაიტი ეს არის უამრავი სურათის რესურსი და თქვენ ვერ იგრძნობთ ვერანაირად თავს შეზღუდულად. ეხლა რაც შეეხება თავად ერგონომიკას. ხელში რო გიჭირავს, ხო? მე პატარა აპარატის მქონია. ის აპარატი, რომელსაც ახლა ვიღებთ, ეს არის Canon R50V, რომელიც ძალიან პატარა, ძალიან მოხერხებულია, მაგრამ ხელში ეს სასიამოვნოდ არ მიჭირავს როგორც ეს არის როგორც ხელთათმანია ის. Canon RP-ც არ იყო მოუხერხებელი აპარატი, საკმაოდ კარგად მიჭირა, მაგრამ მე ხელი დიდი მაქვს და მიჩვენია უფრო დიდი აპარატი რომ მეჭიროს. ისეა ჩაღრმავებული რომ კარგად გიკავია
წონა არ გაწუხებს, იმიტომ რომ მთელი წონა გადმოდის აპარატის წონაზე და თუ ლინზა განსაკუთრებულად მძიმე არ არის, პრაქტიკულად წონა უფრო აი ამ აპარატში გიჭირავს და მძიმე ლინზის შემთხვევაშიც იქაც არ აქვს ისეთი დამღლელი გარემოება, რომ გადახრილია წინ სიმძიმე, რაც ბევრად უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს მყესებში, ვიდრე აი ის რომ ერთიანი წონა გიჭირავს და ბევრად მოხერხებული, ასე ვთქვათ, სიმძიმეს განკარგავ. ასევე არის საშუალება, რომ აპარატი მოვატრიალოთ აი ასე და აი აქ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ვერტიკალური სურათები სწორედ აი ასე გადავიღოთ. ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, ხილაკები აქეთვეა გადმოტანილი და ძალიან მოსახერხებელია. აქვს კიდევ ერთი ეკრანი, რომელიც იძლევა საშუალებას დავითვალოთ, რამდენია გადაღებული, რა ფოლდერში თავსდება და საკუთრივ აი ეს არის. ეს აპარატი არ არის ვიდეოზე ოპტიმიზირებული, ვიდეოს არ აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად აქვს ის, რაც იმ პერიოდში ალბათ ნოუ-ჰაუ იყო და განსაკუთრებული მოვლენა. ეს არის live view, რომელიც სპეციფიკური ხილაკების კომბინაციით ირთვება, უნდა დავაწვეთ ნახევარ უნდა დავაწვეთ შატერის ხილაკს ნახევრამდე და შემდეგ შუაში. ამის შემდეგ უკვე გადაირთვება live view, და live view-ში უკვე გვეძლევა საშუალებას, რომ აი ესეც გადავიღოთ, ეკრანით გადავიღოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და რა კომპონენტია ეს, ამას აუცილებლად დაგიხსნით, როცა გადავალთ უკვე თემაზე დაფოკუსება. და სწორედ, რახან აი ამ თემას შევეხეთ, ფოკუსის წერტილები ამ აპარატს აქვს საკმაოდ დიდი ესეთი ფართე წრეა. აქედან 17 არის ჯვარედინი ფოკუსი, რომელიც ცენტრთან ახლოს არის და პერიფერიული ფოკუსის წერტილები ჰორიზონტალური, ასე ვთქვათ, ფოკუსის წერტილებია, რომელიც კონტრასტულ ხაზებს უფრო მარტო ჰორიზონტალებს აღიქვამს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მე თქვენ გარწმუნებთ, რომ თუ თქვენ იყენებთ სპეციფიურ, კარგად გამოცდილ, კარგად დისციპლინირებულ დაფოკუსების მეთოდს, როგორიც არის დაფოკუსება და შემდეგ კალიბრაცია იმისათვის, რომ პირველივე ბიბზე ან პირველივე ნიშანზე არ დააკლიკოთ შატერს, არამედ დაელოდოთ, სანამ აპარატი თუ ავტომატზე იღებს, იგრძნოს მთლიანად ფოკუსი, ან თუ მანუალზე იღებთ, იქამდე არ დააკლიკოთ შატერს, სანამ ბიფი არ გახდება მუდმივი, ან დაფოკუსების წერტილი, რომელიც სამზერში ჩანს, გახდება სტაბილური, ამ მეთოდით პრაქტიკულად არ ცდება არც ერთი ფოკუსი. არც ერთი წერტილის ფოკუსი არ ცდება. ამის მიუხედავად, ეს აპარატი გვაძლევს მაინც შეზღუდულ ფორმატს გადაღების, მესამედების წესის გამოყენება შეიძლება, მაგრამ არის კომპოზიციები, როცა გასულია ამ წრის მიღმა, უკვე კომპოზიციური ცენტრი, მაგალითად თვალები და მაშინ როგორ უნდა გადავიღოთ. არის საშუალება ესეთი, რომ მაგალითად გადავიღოთ ცენტრიდან და შემდეგ გავაკეთოთ რეკომპოზიცია და გადმოვიტანოთ სურათი დაფოკუსების შემდეგ, აქ ამ შემთხვევაში ვიყენებთ უკანა ფოკუსის წერტილს, მაგრამ მე არ გირჩევთ ესეთ მეთოდს, ეს მეთოდი ცხადია მუშაობს, კაზუალურად შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ, როცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას იღებთ, მაგრამ აი განსაკუთრებული მნიშვნელობის სურათი რომ აი ამ მეთოდით გავრისკო, სადაც მე მეორეჯერ არ მექნება გადაღების საშუალება, ხო? და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ იქიდან სუბთან ნამდვილ დაფოკუსებულ სურათს წამოვიღებ, მე ასეთი მეთოდით არ გავრისკავ. აქ ამ შემთხვევაში ისევ გირჩევთ, რომ გადაიღოთ
live view-ი, რომელიც იძლევა საშუალებას ეს აპარატი, როგორც განმოგახსენეთ და აქ სპეციალური ჯოისტიკით გავადიდოთ კონკრეტული უბანი, ორჯერ გადიდების მეთოდით, ეს არის მაგნიფიკაციის ღილაკი, სანამ ჩვენ არ დავინახავთ თვალს აბსოლუტურად კრისტალურად სუფთად, ანუ თვალის ნერვებსაც რო დავინახავთ და შემდეგ შეგვიძლია ისევ გადავუოთ. ისე რომ დავბრუნდეთ ასე ვთქვათ live view რეჟიმში, ანუ მაგნიფიკაცია მოხსნათ და ამ შემთხვევაში აუცილებლად გამორთული უნდა იყოს ცხადია ანუ ავტოფოკუსის სისტემა, რასაც თქვენ უკვე მოირჩევთ უკვე ხელით, ის გასწორებულია და ის რომ შევინარჩუნოთ. ამაზე ძალიან დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბრებ მომდევნო სერიებში, გადაღების მეთოდოლოგია, სხვა დანარჩენი. ახლა რა აქვს აი ამ სისტემას კიდევ განსაკუთრებული? ეს არის სენსორი. საერთოდ ფოტოგრაფისტვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სენსორს. იმიტომ რომ ანუ მაძლევს თუ არა მე სწრაფ ავტოფოკუსს, მაძლევს თუ არა მე რაღაცა ისეთ უპირატესობას, რომელშიც აი ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული სახე ამოისნოს თვალი ამოისნოს, ეს ყველაფერი არის ბულშიტი რა. ეს არის იმიტომ რომ ახალი ინოვაცია გაიყიდოს და პლუს ამას გამარტივდეს, უფრო მეტად ლიბერალური და დემოკრატიული გახდეს ფოტოგრაფიის გადაღება, ანუ ხელმისაწვდომი გახდეს კარგი კადრის გადაღება. ჩემთვის ეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე პირიქით სირთულეების მომწონს, თავარი ჩემთვის არის სენსორი, ანუ არის თუ არა ეს სენსორი, ისეთი ღრმა ფერების დიაპაზონით, როგორც მე მაწყობს, იძლევა თუ არა სენსორი ფერების ისეთ პალიტრას, როგორც მე მინდა და აქ ამ შემთხვევაში სწორედ აქედან და ამ მიზეზით ეს 2007 წლის კამერა ჩემთვის არის საუკეთესო კამერა. იმიტომ რომ 2007 წლის აი ამ კამერას აქვს ღრმა ფერების კომპოზიცია, საერთოდ ყველა ფოტოგრაფმა იცის რომ Canon 1D Mark III არის ლეგენდარული კამერა სწორედ ფერების გამო და რატომ არის ეს? იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა white balance-ის რეჟიმზე დაყენების შემთხვევაში ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად უახლოვდება ნამდვილ white balance-ს. მაგრამ ეს მარტო არ არის საკმარისი, ანუ თუ ჩვენ white balance-იკაც დავაყენებთ, აქაც დავაყენებთ, მაშინ ერთი და იგივე ფერები უნდა მივიღოთ ყველგან. ჩემი გამოცდილებით ასე არ არის. იმიტომ რომ ერთი და იგივე კომპოზიცია, ერთი და იგივე ადგილი გადამიღია ორი სხვადასხვა კამერით და ანუ რედაქტირების შემდეგ პროგრამაში უცვლიდი მხოლოდ და მხოლოდ ფოტოაპარატის პროფილს და იგივე სლაიდერების გამოყენებით, რომელიც იქ არის, ანუ პრაქტიკულად ჩემს მიერ აგებული პრესეტის მორგებით, მე ვიღებ ორ განსხვავებულ სურათს, ორ განსხვავებულ ფერს და ამისი ფერები ბევრად ღრმა არის, ბევრად უფრო სიზმრულია, კინემატოგრაფიულია, უფრო გავს იტალიური ფილმის ეპიზოდს და მე ამის გამო აი ამ კამერას არ ვიცი ვაღმერთებ. სხვათა შორის ასეთივე პროფილი აქვს ჩემს მფლობელობაში კიდევ ერთ კამერას, როგორც არის Canon 5D Mark II და Mark III-დან უკვე, ანუ ეს ღრმა ფერები ნენელა უკვე მიდის წარსულში და შემოდის Mark III-დან ისეთი ფერების პალიტრა, რომელიც უკვე დამახასიათებელია თანამედროვე color science-ისთვის, ანუ ფერების მეცნიერებისთვის, რაც Canon-ს აქვს. ასე რომ ნამდვილი აი ნოსტალგია ძველი აპარატების, ძველი Canon-ის ფერების შენარჩუნებულია ამ აპარატში Canon 5D-ში ალბათ და 5D Mark II-ში. შემდეგ უკვე ჩვენ პრაქტიკულად უკვე თანამედროვეობას ვიღებთ სხვა ტექნიკური პარამეტრებით. მეორე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ახლა ამ კამერის არის servo mode. მე გადამიღია ცხადია მორბენალი კადრები და წარმატებული კადრები შემიქმნია, მაგრამ მაინც ეს კამერა ის არ არის, რომელსაც 100%-ით ვენდობოდი მოძრავი ასე თქვათ კადრის გადაღებაში,
თუ კი მაგალითად გადავიღებდი ბალერინას, რომელიც უნდა გადავიღო ნახტომის კულმინაციურ მომენტში, ეს აქ ამ შემთხვევაში მე მჭირდება 100%-იანი გარანტია, რომ შატერს, რომელსაც მე დავაკლიკე, დროულად ისურათი იყოს 100%-იანი სუფთა. და არ მსურს, ცხადია, ესეთი უნიკალური კადრი, ან უნიკალური მომენტი გაფუშდეს იმის გამო, რომ ტექნიკა ვერ ეწევა ჩემს ხედვას და ჩემს ჩანაფიქრს. ამ შემთხვევაში თანამედროვე კამერები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საიმედოა. თანამედროვე კამერებით არ ამიცილებია ესეთი კადრები არასოდეს, არც მოსიარული, არც მორბენალი, არც ნახტომში გადაღებული. აქ ამ შემთხვევაში მქონია შემთხვევა, რომ მორბენალი კადრები, ანუ თითქოს ფოკუსია, მაგრამ სადღაცა რომ გავადიდე ბოლომდე, ეს ფოკუსის ეს ხარისხი მაინც და მაინც არ მაკმაყოფილებს. ასე რომ სერვო მოუდში მნიშვნელოვნად ჩამორჩება, აქედან გამომდინარე ალბათ wildlife-ისთვის ეს საუკეთესო არჩევანი არ არის. ამ კამერის მთელი ძალა მდგომარეობს still ფოტოგრაფიაში, ანუ ისეთ სიჩქარეების გადაღებაში, რომელიც უფრო მეტად ნაბიჯებს ასახავს, შეიძლება ოდნავ ძუნძულს, მაგრამ არა ათლეტურ ზირბილს, არა ნახტომს და ასე შემდეგ, ხო? აი აქ ვერ გადავიღებთ, მაგრამ აი 100%-ით რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ერთი კადრი, რომელსაც გადავყვეთ, ის ერთი კადრი იყოს ზუსტად ფოკუსში, აქ ჩემი ვარაუდით, ეს ჩათვალეთ სპეკულაცია, ალბათ სიზუსტის ალბათობა არის 85% და ეს 15% ცოტა არ არის, გამიგეთ? ეს ნიშნავს, რომ 10-დან 1 კადრი გაფუჭებულია და 10-დან 1 კადრი რო გაფუჭებულია, შეიძლება 2-იც. ის 2 შეიძლება საუკეთესო იყოს, რაც გადაიღე და ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიუსი. ასე რომ ამ კამერასთან ერთად აუცილებელია თანამედროვე კამერის ფლობა, რომ აი ესეთი სპეციფიური ამოცანებისთვის თქვენ სპეციფიურად გადაიღოთ. მნიშვნელოვანი მეორე შეზღუდვა ეს არის ეკრანი, რომელიც არ იშლება, ქვევიდან გადაღება. ამ კამერით მოუხერხებელია, თავად უნდა დაწვე, რაც ნამდვილად არ არის კარგი ვარიანტი. მაშინ როცა არსებობს აი ფლიპ კამერები და პრაქტიკულად ყველაზე მოხერხებული პოზიდან შეგიძლია გადაიღო ქვემოდან ზემოთ და მომწევს ესეთი რაკურსით თამაშიც. ამ კამერით შეზღუდული ხარ აი ესეთ თამაში, მაქვს ამისთვის სპეციფიურად სხვა კამერა, რომელსაც ვიყენებ, მაგრამ ეს კამერა აქ ამ შემთხვევაში არ გამოდგება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აი ამ კამერის განსაკუთრებული უპირატესობა. ეს არის სამზერი. სამზერი არის არაელექტრონული, აბსოლუტურად ძველი იდეალური სისტემით, სადაც ხედავთ გამოსახულებას თავად ლინზიდან და ყველაზე სუფთა, ყველაზე წარმტაცი გამოსახულება, არც ერთი ელექტრონული გამოსახულება არ გაძლევს ესეთ საინტერესო სამზერს და დაფარულია მასში 100% და კომპოზიციის დანახვის, აგების, მასში მზერის, ან თვალი არ გეხლება, ახლა მე ელექტრონულ სამზერში თვალი ნამდვილად გეხლება, მით უმეტეს იქ 100% დაფარვა თითქმის არ არის მიღწეული, 99% არის, ეს არის ყველაზე მაღალი დონის, ანუ ფლაგმანურ აპარატებში, ანუ 100% არა გაქვს და თუ კი დაბალი დონის აპარატი არის, ანუ ERP და ასე შემდეგ, იქ 97%-ია თუ ნაკლები არა და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ნაკლებია ნამდვილად, იმიტომ რომ დიდი ხანი ვერ უყურებ, თითქოს ცენტრი არის მჭიდროდ, მაგრამ ანუ პერიფერიებში ხედავ რაღაცა ბლარს, აი რაღაცა არ არის ის სუფთა სურათი. აქ ესეთი პრობლემა არ აქვს, აი გაიხედე რამდენის გინდა, არ გეხლება თვალი და იძლევა საშუალებას, აი ჩემი სტილი როგორიც არის ფოტოგრაფიის, რომ პრონელა დაფიქრებულად ავაგო სურათი და ესე რანდომულად და ქაოტურად არ ვაჩხაკუნო, ხო? და მე 100 სურათიდან ერთი არა ვირჩევ, არა, მე ესე არ მუშაობ.
ჩემი გადაღების სტილი არის თუ მინდა რომ მივიღო 20 იდეალური სურათი, 20 ნარატიული სურათი, ამისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას მაქსიმუმ 50 კადრი. ანუ მთელი ფოტოსესიიდან გამოვდივარ მართლა 50 კადრით, 60 კადრით მეტით არა. და იქიდან ვარჩევ, იმიტომ რომ იმდენად დაფიქრებული და კარგად აგებული სურათების ჩანაფიქრი მაქვს. ახლა მეორე საკითხია, რამდენად გამომდის, მაგრამ მთელი workflow ძირითადად სწორედ ესეთია, ანუ მრავალი კადრიდან ერთს არ ვირჩევ. და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ეს კამერა არის იდეალური კამერა სტუდიური ფოტოგრაფიისთვის, იმიტომ რომ ეს არის Canon EOS 1DS Mark III DS ნიშანი. სოთეჟის ოქროსფერი ხატულა, რომელიც აქ შემდეგ გაქრა. DS ნიშნავს ანუ სტუდიურს. და სტუდიური ფლაგმანი იმით არის გამორჩეული, რომ განსაკუთრებულად ეფექტურად მუშაობს ეს ფლეშთან. სხვა კამერებს აქვს შეზღუდვა, ყოველ შემთხვევაში მე რაც მქონია კამერები 1/200 წამის. 1/200 წამის ზემოთ ჩვენ გვაქვს ანუ მაღალი სიჩქარის სინქრონიზაცია ჩასართავი, რაც აბსოლუტურად ცვლის უკვე ფლეშის ფორმას და ფუნქციას და ფლეში ანუ იმ ფორმატით აღარ მუშაობს, რა ზუმითაც გაქვს შენ გამოყენებული ფლეში, შეიძლება ხაზები გააკეთო, შეიძლება რაღაცა ძალიან უცნაურად გაანათოს, მოკლედ ეს უკვე პრაქტიკულად კომპრომისია. ისეთი კომპრომისია, რომელსაც სპეციფიური გამოყენება ჭირდება და ეს კომპრომისი ნამდვილად არის სასურველი კომპრომისი. აი აქ ამ კამერის რესურსი არის 250 და ეს 50 არის ძალიან ბევრი. 250 მე გეტყვით რომ 1/250 ეს არის სიჩქარე, რომელთაც შეგვიძლია ნაბიჯების გადაღება, ანუ მოსიარული ადამიანის გადაღება. ოდნავს ანუ მორბენალი ადამიანის გამოჭერა, აი კონკრეტულად ფეხის დადგმის მომენტში, იქაც შეიძლება იდეალურად ანუ კვეთრი კადრი გადაიღო. ანუ არ მოგცემს საშუალებას, რომ აი კადრი რაღაცნაირად გაითხავნოს. თუმცა ფლეშს აქვს ის ფუნქცია, რომ აი მოძრავი გათხავნილი კადრიც თუ გადაიღებ, ანუ იმპულსური სიჩქარის გამო იმპულსის გამო იქნება მკვეთრი სურათი და შემდეგ იქნება გადაღებნა. თუ არ არის ჩანაფიქრში გადაღებნა, მაშინ კი ბატონო, აი ეს კამერა იძლევა საშუალებას და 250 ძალიან მაგარის რესურსია იქ. გადაღების მომენტში ადამიანი მოძრაობს, იქ თმა გაინძრა, ეს ქნა, ესენი არ გაინტერესებს, არ გაწუხებს ეგ რაღაც საკითხები. იდეალურად ასინქრონებს, აქვს ცოტა განსხვავებული მენიუ, აქედან გამომდინარე. ფლეშის სინქრონიზაციის, აი თავად აპარატიდან მომართო ფლეში და იდეალურად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ეს აპარატი კარგად მუშაობს ღამეც. მიუხედავად იმისა, რომ ამ აპარატის სერიოზული შეზღუდვა ეს არის მისი დაბალი ISO. დაბალი ISO და კიდევ ვეხები იგივე საკითხს, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიის ტრენდი გახლავთ, ანუ რაც შეიძლება მაღალი ISO-ები, ზოგი 100,000 ადის. აბსოლუტური აბსურდია ჩემთვის, რა ვიცი, ISO 50,000, ISO 20,000 თუნდაც. იმიტომ რომ მაქსიმალური ზომა, სადაც ფოტოგრაფია ექვემდებარება რედაქტირებას და არსებითად მარცვლოვანების დამატებაც არის მხატვრული, ეს არის ISO 1600. 1600. ამაზე მეტი თუ არის, ეს არის რაღაცა კომპრომისი. მაგრამ მაშინ ფოტოგრაფიას არ იღებ. ეს არ არის ფოტოგრაფია, ეს არის ფოტოს გადაღება. და ახლა ამ ორ შორის დიდი სხვაობაა, ხო? ანუ გადავიღებ ფოტო, რომელიც სამახსოვროდაა და გადავიღებ ფოტოგრაფია, რომელსაც რაღაცა ხელოვნების ჩანაფიქრი აქვს. აქ გამორიცხულია მე ავიდე 800 მეტ ISO-ზე.
1600-ის ბევრია ჩემთვის, მაგრამ 1600 მაინც მისაღებია. ამის რესურსი არის 3200. 3200 ეს ალბათ ვიღაცებისთვის არის კატასტროფულად ცოტა. გეთახმებით. კატასტროფულად ცოტა და აბსოლუტურად უვარგისია აქედან გამომდინარე ეს აპარატი, როგორც მოგახსენეთ, ველური ბუნების გასაღებად, სადაც თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ, მართლაც ცხოველი ჩიტი თუ რაღაც რაც აღმოაჩინეთ ჭრდილში და ნაკლებ განათებაში, მას ექნება მაღალი ISO, ზოგჯერ ISO ადის თანამედროვე აპარატებზე 8000, 7000 და ის აპარატები ანუ თანამედროვე Canon R1 ის არის ოპტიმიზირებული აპარატის თავად ახშობს, შემდეგ ხმაურს და შემდეგ რედაქტირებაში ასევე იდეალურად ემორჩილება კიდევ ხმაურს. ხო, გეთახმებით. მისი უპირატესობა აშკარა და ცალსახაა. აქ კი ნაკლოვანება ასევე აშკარა და ცალსახაა. 3200-ზე სხვათა შორის იძლევა ძალიან სასიამოვნო grains. ეს არ არის ისეთი ხმაური, იმიტომ რომ სხვა აპარატებზე მე მაღალი ISO-ზე გადამიღია ცხადი. და მინდა გითხრათ, რომ სხვა აპარატებზე როცა გადამიღია, ეს არ არის მარცვლოვანება. ეს არის თითქოს რაღაცა პატარა მიკროტილოები, რომ გათხაბნო რაღაცა მრავალია ესეთი და ძალიან არასასიამოვნო, ასე თქვათ, მარცვლოვანება. ამისი მარცვლოვანება უფრო არის ფილმური, მრგვალი მარცვლები აქვს და ბევრად სასიამოვნოა. ისეთივე მარცვლოვანება აქვს, როგორიც რავი post production-ში ამატებ და ამითაც ფილმურია. ასე რომ ჩემთვის ეს 3200 არ არის შეზღუდვა, გამომდინარე ჩემი ფოტოგრაფიული სპეციფიკისა, როგორც მე მუშაობ. მე ისაც არ ავდივარ 3200-ზე, 1600-ზე რაღაცა გამონაკლისის შემთხვევაში, მაგრამ ოპტიმალური 800-ია და იდეალური ყოველთვის რჩება 100-დან 400-ის ფარგლებში. 100 ყველაზე იდეალურია, ყოველთვის თითქმის 100 მაქვს ყველა გადაღების დროს და ეს 100 მაინც და მაინც ახლა იდეალურ დღიშუქს გერვეწებ. ანუ ვამატებ ფლეშით, მე ძალიან მიყვარს ფლეშით მუშაობა. თუ სახის მოცულობა არ მივიღე და ეს უბრალოდ ბრტყელი სურათია ჩემთვის ეს მაშინ უბრალოდ ფოტოს გადაღება და არა ფოტოგრაფია. ხო და ეს მომენტები ამ აპარატში გვაქვს არის არაჩვეულებრივი, რომ ფლეშით მუშაობის საშუალებას იძლევა, არ განიმუხდება, გვაძლევს საშუალებას კომპოზიციის აგებისა live view-დან და პრაქტიკულად აი ჩემი workflow მიუხედავად იმისა, რომ მე ერთგვარი კომპრომისი, სარისკო კომპრომისი გადავდგი, როცა თანამედროვე აპარატი დავთმე და აი ეს აპარატი შევიძინე. მე ვერ ვიგრძენი არსებითად იტემპში, ხარისხში, აი რაღაცა ტექნოლოგიაში უკან დახევა. პირიქით, მე ვიგრძენი შთაგონება. საერთოდ ფოტოგრაფია ეს არ არის უბრალოდ კადრების გადაღება და ფოტოაპარატი არ არის უბრალოდ რაღაცა ხელსაწყო. ეს არის ანუ ერთიანი პროცესია. თავად აპარატიც განახობს და გაძლევს ენერგიას, აი როგორ გადაიღო, აი როგორც ხელში ამას აიღებ, აი რაღაცნაირად ერთიანი ხდები და აქედან ხდება შენი სამყაროს დანახვა და როცა აპარატი გაძლევს აი ამ ენერგიას და ეს ენერგია აი პატარა აპარატში არ არის მოთავსებული, შენც უფრო მეტად ამბიციური ხარ. ეს ამბიციურობა ამ აპარატმა მომიტანა, აი ამბიციურობა თუ არა სახელოვნებო ამბიციურობა, მოდი ასე ვიტყოდი, ანუ მოდი ამითი აი რაღაცას ესეც გავაკეთებ. კი, არის ამ აპარატში ესეც საშუალებები და მე ვფიქრობ, რომ აპარატმა კიდევ უფრო წინ წაიყვანა ჩემი ფოტოგრაფიის ხარისხი, მაგრამ ჯერ ზღვარისთვის არ მიმიღწევია, ალბათ კიდევ უფრო წინაც წავა. სულ ეს იყო, რაზეც მინდა და მესაუბრა. შევმიერთით ფოტოგრაფიაში, ვისაუბროთ ფოტოგრაფიაზე, ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ სხვა საინტერესო თემებზე, გარდა ფოტოგრაფიისა, შევესწრებია შეიძლება ინტენსიური გავხადო ჩემი ინდივიდუალური ვლოგი და ასევე განვაახლებ ჩემს პოდკასტების პრაქტიკას, ისევ გავაგრძელებთ
ცოდნის არქეოლოგიის და პროექტი ვერიტასის ციკლების რუბრიკას. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.